რუსეთი რომ საქართველოს ისტორიული მტერია და ის საკუთარ მეზობლებს არ განიხილავს მეზობლებად პირდაპირ გაგებით და ნებისმიერი ტერიტორია მისთვის არის პოტენციურად სასურველი რომ მიიტაცოს ამაზე საუბრობენ სწორედ ისტორიკოსები ამ შემთხვევაში საბჭოთა წარსულის კვლევების ლაბორატორიის სოვლობის მკვლევარი და ისტორიკოსი რუსიკო კობახიძე გვიხსნის რომ რა თქმა უნდა არსებობს არაერთი ფაქტი იმის სადემონსტრაციოდ და დასტურად რომ ქართული ოცნება იტყუება მანიპულირებს თარიღებით და ზოგადად ცდილობს ფაქტების ფალსიფიცირებას, თუმცა ამასთანავე გვიყვება იმასაც, რომ ისტორიულ ფაქტებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია პირველ წყაროდან იმის მოსმენა, თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები, ამიტომ ის იხსენებს ადამიანების ადგილობრივების მონათხრობს და გვეუბნება, რომ ქართული ოცნება ამიტომაც არის მატყუარა, რომ ისმენს ამ ისტორიებს და მაინც აგრძელებს უტიფრად მისი ნარატივის გავრცელებას. რუსიკო კობახიძის ციტირება რომ მოვახდინოთ. როგორ შეიძლება სახელმწიფომ თავისივე ტერიტორიაზე დაიწყოს ომი. ანუ არ აღიარებენ, რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა, სამაჯაბლო. ანუ შენ ტერიტორიაზე ომს როგორ იწყებ? შენ ტერიტორიაზე შეიძლება მხოლოდ თავი დაიცვა. რუსეთი თავის მეზობელ ქვეყნებს უყურებს მხოლოდ, ასე ვთქვათ, იმ ტერიტორიად, რომელიც შესაძლებელია დაიპყროს. გარდა იმისა, რომ ჩვენ თვითონ ვართ ჩემს წრე, როდის დაიწყო ომი და ყოველწუთში აცხადებდნენ და სხვათა შორის დღეს დაიდო ვიდეო 7 აგვისტოსი, როგორი ბრძოლები მიმდინარეობს, როგორ აფეთქებენ რუსები. ერთი ამბავი მინდა მოვყვე. მე ზოგადად ესე ოფიციალურ ვერსიებს ხოლმე მე რომ რაღაც დაიწყო ამაზე ლაპარაკი ყოველთვის მირჩევნია ხოლმე რომ გადამოწმება და 2011 წელს ვიწექით სამართლობაში ჩვენ პალატაში იწვა ორი ქალი უბრალოდ ორივე თავზე ადგა თავის შვილებს ერთი იყო ქურთადან და მეორე იყო თამარაშენა ანუ ორი სხვადასხვა ეს ქალები ერთმანეთს არ იცნობდნენ და არც ერთი არ იყო მაშინდელი ხელისუფლების მომხრე, ასე ვთქვათ, ხო? რაღაცებს წუწუნებდნენ, მაშინ ჯერ კიდევ ეს სისხლიანი 9 წელია. ორივემ ცალ-ცალკე მომიყვა ზუსტად ერთი და იგივე ამბავი, როგორი ბომბებოდა მათი სოფლები და რაც თავარია, ორივეს ჰქონდა ეს დამოკიდებულება, ცალ-ცალკე ერთმანეთთან დამოკიდებულება, რომ ჩემ ქვეყანასო და ჩემს მთავრობას ამბავ არ უნდა დავეცავი მეო ჩემთვის ეს იყო აი მართლა ძალიან ადგილობრივების მიერ დადასტურება როგორ გადაიტანეს ეს ომი ამიტომ რასაც სხვა წყაროები ასე ვთქვათ ყვებიან ჩემთვის ეს არის ყველაფერი სიცრუე სიცრუე იმიტომ რომ დაამტკიცონ საქართველოს მიერ ომის დაწყება. რაც შეეხება რეზოლუციას, აქაც ჩნდება რიტორიკული კითხვა. თუ კი ქართული ოცნება არ იტყუება და ამ რეზოლუციაში ნამდვილად არის ჩანაწერი, რომლითაც ქართული ოცნება უკვე ძალიან დიდი ხანია მანიპულირებს, მაშინ რას აკეთებდნენ ამდენი ხნის განმავლობაში? ისინი საკმაოდ დიდი ხანია, რაც არიან სათავეში ქვეყნის და რატომ არ ცდილობენ მთელი ამ დროის განმავლობაში, რომ ეს სადაო მეხუთე პუნქტი შეცვალონ? ეს არის რიტორიკული კითხვა, რომელსაც თავადვე აქვს უკვე პასუხი გაცემული, ისტორიკოსები ამას გვეუბნებიან, რომ ქართული ოცნება ძალიან კარგად იაზრებს, რომ არის მანიპულატორი ხელისუფლება და ცდილობს ფაქტების ფალსიფიცირებას, უბრალოდ ფიქრობენ, რომ ეს არის მაშველი რგოლი ბიძინა ივანიშვილის გუნდისთვის, რომლითაც ცდილობს, რომ გადაწეროს უახლესი ისტორია, თუმცა ამასთანავე იმასაც ამბობენ, რომ მოსახლეობამ და არა მხოლოდ ადგილობრივებმა, არამედ ზოგადად ქართულმა საზოგადოებამ სიმართლე ძალიან კარგად იცის და რაც არ უნდა გააკეთოს ოცნებამ, ამ ისტორიას ვერც გააყალბებს და ვერც გადაწერს. გუში ყაველაშვილმა რაღაც რეზოლუცია მოითხოვა იმის დასადასტურებლად, რომ თვითონ კი არ არიან მოღალატეები, არამედ ნაციონალური მოძრაობა იყო მოღალატე, მაგრამ მე მაქვს რამდენიმე კითხვა. თუ ამ რეზოლუციაში მათთვის მიუღებელი რაღაც იყო ჩაწერილი და იქ იყო ჩაწერილი, რომ ომი საქართველოს დაიწყო, ჯერც ეს არის სრული სიცრუე, მაინტერესებს 14 წელი ხელისუფლებაში ყოფნისას, რატომ არა ატალახეს ყველა კონფერენციის, ყველა შეკრების, საერთაშორისო შეკრების დროს
კარები რატო არ უტალახეს ევროპელ პარტნიორებს, რომ შეეცვალათ ეს მეხუთე პუნქტი. ომი საქართველოს დაიწყო, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამი, რომელიც სულაც 2011 წელს პოლიტიკაში მოსვლის დროს და დაიწყო, მერე იმეორებდა, სხვათა შორის ჯერ რომ მიშა სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, მახსოვს რომ სადღაც გემზე იყო რაღაც შეხვედრა და მიშას ეკეთა ეს ყაყაჩო გმირების სიმბოლო. რა გიკეთია ეგა, რა არის ესა, ეკითხება ისეთი აგდები, როდესაც წულუკიანი იტყვის, რომ რატომ არ ეფერება დღეს ანწუხელიძე თავის შვილებს და პიარს იყო შეწირულიო, ეს არის ჩაფურთხება, ხო? რომ ესე იგი ადამიანი ტყუილად მოკვდა. როდესაც ჩვენთვის ანწუხელიძე არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს ქართველი პატრიოტი და ქართველი პატრიოტი ჯარისკაცი იმით უმეტეს. ეჩქარებათ, რომ რამენაირად მოასწრონ და მოაბრუნონ ეს მთლიანად ის გზა, რაც საქართველოს მთელი ამ 35 წლის განმავლობაში გაიარა. უკვე მეორე დღე არ წყდება კრიტიკული განცხადებები ქართული ოცნების ლიდერებისა და სახეების იმ გზავნილებთან დაკავშირებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრებმა არც მეტი არც ნაკლები გმირების საფლავებთან გააკეთეს, როგორც ოპოზიციაში, ისე სამოქალაქო საზოგადოებაში და ასევე ისტორიკოსთა წრეებში. ირაკლი კობახიძეს და ქართული ოცნების სხვა ლიდერებს სიცრუეში ამხელენ, ამის სადემონსტრაციოდ კონკრეტული ფაქტები და მაგალითები მოჰყავთ და ამბობენ, რომ ქართული ოცნება არის მოღალატე ძალა, რომელიც პირდაპირ კრემლის დავალებებს ასრულებს.